გუშინ ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოშიც ვიყავით ძალიან ცუდ ხასიათზე, ყველანი ვინც ქომაგობთ უკრაინას, ვინც განვიცდით, ასე ვიტყვი, უკრაინას ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად მძიმე და ცუდ ხასიათზე იყო რიგითი უკრაინელი, ასე მაგალითად კიევის მაცხოვრებელი, ასე მაგალითად ხარკოვის მაცხოვრებელი, ოდესისა, ლვოვისა, სხვა იმ ქალაქებისა თუ სოფლებისა, რომლებიც ყოველდღიურად პრაქტიკულად იბომბება, მეთქი ბევრი მათგანი ყოველ შემთხვევაში იბომბება, ბევრმა მათგანმა, ბევრმა უკრაინელმა ჩათვალა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორ თქვა ახლა და გამოიყენა, არა, თუნდაც სხვაგვარად ვიტყვი, მიატოვა უკრაინა და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო განა არა. არ მახსოვს გავაზიარე თუ არა, თუ გავაზიარე შესაბამისად უფრო იოლად მოვძებნი, გავაზიარე კი. პრეზიდენტმა ზელენსკიმაც კი გააკეთა განცხადება, ძალიან მძიმე თუმცლად გულახდილები ვიქნებით. მე ჩავუწევ ხმას თქვენის ნებართვით და თავიდან, რასაც ამბობს, იმას ვიტყვი. უკრაინელებო, ოდნავ იქნება აწეული ხმა. ყველა ერის ცხოვრებაში დგება მომენტი, შვიდად საუბარია აუცილებელი, სპეკულაციების ჭორების ზედმეტი ყველაფრის გარეშე, როგორც მე ყოველთვის ვცდილობ თქვენთან საუბარს, ასე ვცდილობ ხოლმეო ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მე გეტყვით, რომ ალბათ ყველაზე რთული 2022 წლის 24 თებერვლიდან ალბათ ასეთი მძიმე მომენტი უკრაინას არ ჰქონია. ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი დადგაო ახლა უკრაინაზე ზეწოლაო, ერთ-ერთი ყველაზე რთულიაო. ახლა უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე, ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის იგულისხმება შეერთებული შტატების დაკარგვის რისკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი მესიჯი პრინციპში და პრინციპში ზელენსკი ერთგვარად მიანიშნებს, რომ რაღა იმან დადო ფიცი, როცა პრეზიდენტი ხდებოდა, რომ დაიცავდა უკრაინას, ის ამ ფიცის ერთგული დარჩება ბოლომდე და უკრაინას არ უღალატებს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი არჩევანის წინაშეა უკრაინა, ის პრეზიდენტი ზელენსკი უმალ მთავარი პარტნიორის გარეშე, ანუ შეერთებული შტატების გარეშე დატოვებს უკრაინას, ვიდრე წავა კაპიტულაციაზე. და ის 28 მუხლი, რომელიც როგორც ჩანს, მიუხედავად 1780 ინტერპრეტაციისა, როგორც შეიქმნა, არის თუ არა ეს ვიტკოფის გეგმა, რომელიც მიაწოდა მას კირილ დიმიტრიევმა, არსებობს ვერსია იმის თაობაზე, რომ ვიტკოფს გაეპარა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, უფრო ზუსტი რო იყო პლატფორმა X-ზე კომენტარისას, რომ კირილმა მომაწოდაო, 2 წუთით იყო ეს კომენტარი თითქოს დარჩენილი ვიტკოფის კი არა, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის სტატუსის კომენტარზე პასუხად ვიტკოფისა, მერე წაშალა ვიტკოფმა. დამოუკიდებლად იმისა, ვისი გეგმა ვიტკოფისა, დიმიტრიევისა, პუტინმა შეუსრულეს, ტრამპის არის უშუალოდ თუ არა, ტრამპი ეთანხმება თუ არა, მოკლედ, დამოუკიდებლად იმისა, როგორია თუ ვისია ეს გეგმა თუ არსებობს და არსებობს, როგორც ჩანს, კი არა, ნამდვილად ეს მართლაც ძალიან მძიმე პერიოდია უკრაინისათვის, მაგრამ ზელენსკი აკითხავით, რომ მიანიშნებს, რომ არამც და არამც ის ღირსებას არ უღალატებს და უკრაინის ღირსებას არ შელახავს და უკრაინას არ უღალატებს და უკრაინა უარს იტყვის ამ რედაქციით 28, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ხო, თითქოს კი არა, ნამდვილად ამ რედაქციით 28 მუხლიან გეგმაზე ტრამპს აქვს და თქვამი და ჯეიდი ვენსმას თქვა, რომ პრინციპში რომ უკრაინას ახლა აქვს უნიკალური შანსი გამოიყენოს მშვიდობა, კი არა მიაღწიოს მშვიდობას და ასე შემდეგ. თუმცა ეს გეგმა ჩემი ღრმარწმენით და არა მხოლოდ ჩემი ღრმარწმენით, სულ რომ გაგიჟდეს პრეზიდენტი ზელენსკი და მეორე არჩევანი გააკეთოს, ეს გეგმა როგორც ასეთი ვერ იმუშავებს. იმიტომ რომ უკრაინელი ჯარისკაცი არ დათანხმდება იმაზე, რომ გამოვიდეს დონბასიდან. იმიტომ რომ უკრაინელი ჯარისკაცები ან არმია მთლიანად არ დათანხმდება იმაზე, რომ მისი რიცხოვნობა შემცირდეს 500 კი არა 600,000-მდე პრაქტიკულად.
ნახევარამდე დავიდეს, ანუ ნახევარი წავიდეს სახლში და ნახევარი დარჩეს. იმიტომ რომ უკრაინელი ხალხი არ დათანხმდება და ასთანხმდება იმას, რომ დაუცველი იყოს მისი ტერიტორია. იმიტომ რომ უკრაინელი ხალხი არ დასთანხმდება იმას რომ რუსეთს შერჩეს ის სისხლის ხრა. იმიტომ რომ რუსეთს რომელსაც უნდა გადაეხადა თანხა იმ დანაშაულებისა გამო, რომლებიც მან ჩაიდინა უკრაინაში ამ 4 წლის განმავლობაში, ანუ რეპარაციები მოეხდინა თუ გაეკეთებინა, ეს ყველაფერი შეიძლება შერჩეს გეგმის თანახმად ყოველ შემთხვევაში ხახვივით მეთქი. იმიტომ რომ ევროპა ეგ რა მაგის პასუხია და ევროპასაც აქვს გარკვეული თანხა დასადები და ევროპაც ერთ-ერთი თუნდაც ირიბი სუბიექტია ამ გეგმისა და თავად ევროპა არ მოაწერს ჩანს კი არა ნამდვილად ამ გეგმას ხელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ გუშინ მძიმე იყო ემოციები, ვაღიარებ. წარმოიდგინეთ რა ქარბორბალები ტრიალებდა რიგითი უკრაინელების გულებში და წარმოიდგინეთ რა ქარბორბალები, რა ტკივილები, პირდაპირ აი სულის ტკივილები ტრიალებდა პრეზიდენტ ზელენსკის გულში. ერთი წამით არ ვიცი რამდენად, მაგრამ ხო, შეიძლება ერთი წამით და შეიძლება ერთი წუთით მან გაიფიქრა კიდეც რომ ესო ხეი და ტიალი მივატოვებ ყველაფერს საერთოდო არ ამგონია, მაგრამ თეორიულად დავუშვათ. მაგრამ აი თვით რეაბილიტაცია ხო, თვით რწმენის დაბრუნება, პრინციპულად ადამიანები ვართ ყველანი, ადამიანური სისუსტეებიც გვაქვს და რა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეიძლება ერთი წამით ხელიც კი მოკლედ გული კი ნამდვილად ეწყინდა, ეტკინა მეთქი. ასე ვიტყვი, ამასობაში ხა საქართველოს სინამდვილეზე არც მინდა ლაპარაკი, მაგრამ ესე დაიძახეს ქართული ოცნების მესვეურებმა, ხომ გეუბნებოდით, რომ უკრაინა დამარცხდებოდაო, უკრაინა მიწასთან გასწორდებოდაო, უკრაინას არც არავინ დაეხმარებოდაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნიშნი მოუგეს ამ ბანდიტებმა, ნაძირალა ბანდიტებმა უკრაინას და არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ უკრაინელ ხალხსაც, რომელსაც სხვა გზახს, სხვა ხსნა გარდა წინააღმდეგობისა არც ქონდა დარჩენილი და რასაკვირველია, რომც ქონოდა დარჩენილი 4 წლის წინ, რასაკვირველია ის იმ გზას არ უნდა დასდგომოდა, არ უნდა აღყოლოდა, უმალსჯობდა რომ რთული გზითი არა და კი არა კიდეც უკრაინულმა საზოგადოებამ და დღემდე დადის ამ ურთულესი გზით. მოკლედ ტრამპის არის ეს გეგმა, ვიტკოფის, კირილ დიმიტრიევის სხვების და სხვების არ ვიცით საბოლოო ჯამში, მაგრამ დღეს უკვე, როდესაც ვნებები ერთგვარად ჩაცხრა, ცოტაზე მეტად გამოიკვეთა გარკვეული კონტურები და საოპტიმისტო, მოდი ასე ვიტყვი, ნოტები შეიძლება, ყველა სიტყვას ზედმიწევნით ზუსტად ხმარობ ზელენსკის ემოციური მიმართვაც ისტორიის ნაწილია, ესეც უნდა მიიღო მხედველობაში, უკლებლივ ყველა კომენტარი, ყველა მეინსტრიმ მედიის მიერ გავრცელებული სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია, ანალიზი უნდა წაიკითხო, კორიანტელია სხვადასხვაგვარი ანალიზისა, ასე შემდეგ, მაგრამ გვაქვს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველი მეთქი და გეტყვით რას გულისხმობ. უპირველეს ყოვლისა ასაკვირველია გულისხმობ ევროპელთა რეაქციას. ხო, უპირველეს ყოვლისა მეთქი ასე ვთქვი, მაგრამ შესაძლოა ეს არ არის მთავართა შორის მთავარი. მოკლედ ევროპელთა რეაქციას კი გულისხმობ ნამდვილად. ევროპელები იოლად კი არა, რთულადაც კი არ შეეგუებიან ამ გეგმას და მხარს დაუჭერენ უკრაინას. მოდი ასე ვიტყვი ბოლომდე, შესაძლოა უფრო მეტი სიტყვა წარმოთქვან, ვიდრე საქმე გააკეთონ, ასეც არის, ასეც ხდება ხშირად, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ევროპა გვარიანად დასუსტებულია მერკელიადის პოლიტიკის გამო, მაგრამ ევროპელები უკრაინას არ მიატოვებენ, გასიგრძე განებული აქვთ რა, რომ უკრაინა თუ დამარცხდება და ეს არის დამარცხების გეგმა, შესაბამისად გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთი მათაც მიადგება და მთლიანად უკრაინას კი მანამდე ჩაყლაპავს, რაც არ უნდა პირობა გასცეს ეგ რა მაგის პასუხი, რაც არ უნდა დაიგინოს დედაზე პრეზიდენტმა პუტინმა. მეორე, ევროპელები ამბობენ ღიად, რომ ისინი ამერიკას დაელაპარაკებიან. პრეზიდენტ ტრამპს უფრო ზუსტი რომ იყო და დიპლომატიურობის განსახიერებაა უკლებლივ ყველა მათგანი, ვინც აპირებს პრეზიდენტ ტრამპთან საუბარს, მათ შორის ფინეთის ლიდერი, მათ შორის ბრიტანეთის ლიდერი, მათ შორის საფრანგეთის ლიდერი, მათ შორის გერმანიის ლიდერი, მათ შორის პოლონეთის ლიდერი და სხვაებიც ალბათ, იტალიის პრემიერ-მინისტრი, არ შეხვედრია მისი განცხადება, მაგრამ მაღალი ალბათობით ისიც ხდება მათ შორის.
ისინი დაელაპარაკებიან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია შესთავაზებენ საკუთარ ხედვას იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა დარეგულირდეს ეს კონფლიქტი და რაც მთავარია ასევე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უკრაინელთა მონაწილეობის გარეშე ვერანაირი სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება. Ამას ამბობენ უკრაინელები. ევროპელები უკაცრავად უკრაინელებიც ამას ამბობენ, მაგრამ ევროპელებიც ამას ამბობენ. ეს ზურგი რომელიც კვლავ და კიდევ ერთხელ მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპის კონტინენტის ლიდერებისაგან, მას ცოტა ოპტიმისტურ ხასიათზე დააყენებს მაღალი ალბათობით. ის შეძლებს ფსიქორეაბილიტაციას მეთქი ვიტყვი ასე და მესმის რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით შეიძლება გარკვეული ალბათობით ამერიკა გავიდეს სრულად პროცესიდან და ძალიან მძიმე დარტყმა იქნება უკრაინელებისათვის, მაგრამ ევროპელები ამის შედეგ ამ შემთხვევაში მაღალი ალბათობით ყოველშემთხვევაში ეს სიგნალები ისმის სიტყვიდან საქმეზე უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად გადავლენ დარჩებიან რა პირისპირ უკრაინასთან ერთად ცხადია გავეშებული რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ მე არ მინდა ვთქვა რომ რაც არ კლავს ის გვაძლიერებს მეთქი, მაინც და მაინც ამ წინააღმდების წარმოთქმა არ მსურს, მაგრამ შესაძლოა ამერიკელების შესაძლო გასვლა და ყველაზე მძიმე ამერიკელების გასვლა არის იმ თვალსაჩინო ცუდი, როდესაც თუ სადაზვერვო ინფორმაციებსაც არ მისცემენ უკრაინელებს და ევროპას არ აქვს სადაზვერვო ინფორმაციების სრულყოფილად, სრულ ფასოვნად მიწოდების შესაძლებლობა, ტექნოლოგიური შესაძლებლობა თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაგრამ ევროპა რასაკვირველია მხარში იდგება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთიც საკმაოდ დაზიანდება თუნდაც მხოლოდ ევროპის უკრაინის გვერდში დარჩენის შემთხვევაში. იქ ლაპარაკია J20-ზე შეხვედრაზე, იქ ლაპარაკია ჩინეთის ჩართულობაზე, მაგრამ თავარი მესიჯი არის ის, რომ უკრაინელების გარეშე არც არაფერი არ შედგება, მაგრამ ერთია სტარმერისა თუ მაკრონის, ტუსკისა თუ სხვათა და სხვათა, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის ლიდერების მხარდაჭერა უკრაინისადმი და პრეზიდენტ ტრამპის თუ ეს პრეზიდენტ ტრამპის გეგმა მაინც და მაინც დაწუნება როგორც ასეთი, მაგრამ მეორე და ჩემი მოსაზრებით უფრო საინტერესო ამბავი არის ის, რომ თავად ამერიკელები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა არ უნდა პრეზიდენტ ტრამპს უწევს არ მოუწევს გათვალისწინება ამერიკელთა აზრისა და არა მხოლოდ დემოკრატებისაც მოუწევს მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ რესპუბლიკელებისა მით უფრო. და ტრამპის გარემოცვის, ასე მაგალითად ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთი გავლენი არის სენატორი შეიარაღების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ვიკერი ამბობს, ეს უკაცრავად ამ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო გეგმას სერიოზული პრობლემები აქვსო. და მე უაღრესად სკეპტიკულად ვარ განწყობილი, რომ ის მშვიდობას მოიტანს. უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული დათმოს თავისი მიწები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი ომის დამნაშავი სასარგებლოდ ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა და განლაგება მისი მთავრობის და ხალხის სუვერენული არჩევანია, ნებისმიერი გარანტია, რომელიც პუტინს მიეცემა, არ უნდა აჟილდოებდეს მის ბოროტ ქცევას და ძირს არ უნდა უთხრიდეს შეერთებული შტატების ან მოკავშირეების უსაფრთხოებას. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ბოროტ მოქმედად მიიჩნევს მსოფლიო პუტინს და პუტინს რასაკვირველია სისხლით უნდა აგებინონ პერსონალურად მისი სისხლით უნდა აგებინონ პასუხი. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ რუსეთმა რასაკვირველია უკრაინის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს არა მხოლოდ ის 300 მილიარდი, რომელიც სხვათა შორის თავმოყრილია მისი დიდი ნაწილი ევროპაში, არამედ სხვა თანხებიც, ანუ რეპარაცია უნდა მოახდინოს, რეპარაციები უნდა მოახდინოს და უკრაინის სამომავლოდ რასაკვირველია აღდგენაში უნდა მიიღოს გადამწყვეტი მნიშვნელობა ფულმა, ესე ვიტყვი, რუსეთიდან და არა მხოლოდ იმ 300 მილიარდმა, რომელიც გაყიდულია. ნებისმიერი მოსაზრება, ვიკერის აზრია, რომ ჩვენ შეგვიძლია შეიარაღების კონტროლის საკითხები განვიხილოთ პუტინის მსგავს სერიოზულ მათხვარასთან და მკვლელთან დიდი სკეპტიციზმით უნდა იყოს განხილული. და ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი გითხარით, რომ ეს კაცი არის სენატორი და ეს კაცი არის ტრამპის მოკავშირე ფართო სურათში, ისევე როგორც ლინდსი გრემი, სხვები, რომლებიც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გააკეთებენ ესეთ შეწონილ განცხადებებს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი განცხადება სხვა კონგრესმენებმაც, სხვა სენატორებმაც, სხვა ექსპერტებმაც, პირებმა, რომლებიც ტრამპ შეიძლება ბევრი მათგანი არც მოსწონს, მაგრამ ტრამპი იძულებულია რომ და
უჯეროსმათან და გაითვალისწინოს მათი აზრი, გამოთქვეს ფრიად სკეპტიკური კი არა კრიტიკული შენიშვნები ამ ტრამპისა თუ ვიტკოფის რა მნიშვნელობა აქვს შეთანხმების მიმართ. ბარემ ვიტყვიდა უკვე მეორე სტატუსს ჩავიკითხავ მეორე სხვა კანონმდებლისა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კიდევ სხვა სტატუსს ჩავიკითხავ ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონისა ბარემ გეტყვით. ბოდიში ვიხდი ერთ წუთს მე უპასუხებ ჩემს მეუღლეს. ბოდიში ბოდიში ვიდეოს წერ მეთქი და ბარემ ერთ რამესაც გეტყვით რომ ეს ყველაფერი შეიძლება ისე საინტერესოდ განვითარდეს, ისეთი საინტერესო მიმართულებები მიეცეს ამ ყველაფერს, რომ ნახეთ რას ვიტყვი ახლა ვიტკოფიც რომელიც ყველაზე ნეგატიურ როლს თამაშობდა ამ ხნის განმავლობაში შეიწიროს ამ ყველაფერმა ტრამპმა შეიძლება თქვას ამ კაცმა დამღუპაო ასე სიტყვები არ იქნება წარმოთქმული, მაგრამ ამ ტრამპმა ამ კაცმა გამიცრუა იმედებიობა საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებს ტრამპი ამ ყველაფერს და განტევების ვაცი ხომ მოსაძებნი იქნება და ვიტკოფი ყველაზე უფრო კარგი ხელშესაწმენდიც არის და მე გეტყვით რომ ღირსია მეთქი და ვინც ის იქნება გამოხდეს ხანიც კი და კონკრეტულად ვიტკოფზე ვიტყვი, რასაკვირველია დამტკიცდეს ის რომ ვიტკოფი გავლენის აგენტი იყო, ან ემუშავებოდა მოსკოვს, ან აგენტი იყო, ან ფულს იღებდა მოსკოვიდან, მოკლედ იყო რუსეთის მოსკოვის ჰიბრიდული იარაღის ერთ-ერთი ტყვია, რომელიც გაისროლა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. ახლა მეორე სტატუსი ჩავიკითხოთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მეორე სენატორი რესპუბლიკელი მიჩ მაკონელი, რომელიც ამბობს, პუტინი მთელი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპის ცვლილად წარმოჩენას ცდილობდა, თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები პუტინის დამშვიდებით უფრო არიან დაინტერესებულნი ვიდრე რეალური მშვიდობის და ისინი ხვდებიან, რომ რეალური მშვიდობა ვერ დამყარდება. აქ ხომ მართლა ქაღალდზე რა დაიწერება, იმაზე არ არის საუბარი. რეალურად შეწყდება თუ არა ცეცხლი, რეალურად დაშოშმინდება თუ არა რუსეთი, რეალურად ჩაცხრება თუ არა რუსეთი, რეალურად ეკნება თუ არა რუსეთს სხვა ტერიტორიების, უკრაინის სხვა ტერიტორიების დაპყრობის ამბიცია და ეკნება რასაკვირველია. ამიტომ თუ ეს ხელშეკრულება იქნება გაფორმებული კაპიტულიანტური უკრაინისათვის, დამანგრეველი უკრაინისათვის და სხვათა შორის ძალიან საყურადღებოა ერთი ის ასპექტი, რომელზეც არ ანიშნავთ ამახვილებენ ყურადღებას, ეს ისეთი შეთანხმებაა, რომლის შედეგადაც საერთაშორისო წესრიგი, დღის წესრიგი, სამართლებრივი წესრიგი, როგორც ასეთი მთლიანად ისედაც მორღვეულია, მთლიანად ირღვევა და ყველა ძლიერს აძლევს, ყველა სუსტის დაჩაგვრის იურიდიულ უფლებას მეთქი ასე ვიტყვი. ჩინეთის, ტაივანის დაჩაგვრის უფლებას და ასე შემდეგ ომების სათავე იქნება ამ ხელშეკრულების მიღება კი არა უკრაინის კაპიტულაცია, როგორც ასეთი ეს ბარემ რომ უთხრათ ადამიანებს ყველგან ომების. არა მხოლოდ რაღაც ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში, არამედ შუაგულ ევროპაშიც კი შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყოს ესეთი დაუსრულებელი ომი იმ ევროპაში, რომელიც ამაყობდა და ამაყობს იმით, რომ ის კონტინენტზე ომი არ ყოფილა უკვე რახანია. ხო და ეს მიჩ მაკონელი ამბობს, რომ დამშვიდებით უფრო არიან დაინტერესებულნი ვიდრე რეალური მშვიდობის დამყარებითო, მაშინ პრეზიდენტმა ახალი მრჩევლები უნდა მოძებნოს. აი, აქ ისევ მივადექი ვიტკოფს, ეს მინიშნებაა ერთგვარი და სენატიდან და ამერიკის პოლიტიკური წრეებიდან სულ უფრო ხშირად ეუბნებიან ტრამპს, რომ დაგღუპა ვიტკოფმა, დაგღუპავს, იმიტომ რომ შენ არ იცი და ის რეალურად შეიძლება ემუშავება მოსკოვსაც კი. რუსული ხოცვა ჟლეტის დაჯილდოება ამერიკის ინტერესებისთვის დამღუპველი იქნება, როგორც ბაიდენის მიერ ავღანეთის მიტოვება იყო კატასტროფული და რასაკვირველია. თუ 1700 და 1980 შეცდომა აქვს დაშვებული პრეზიდენტ ბაიდენს საკუთარი მმართველობის 1365 და 365, 730 და 1460 დღის განმავლობაში ცოტა მეტის, მაგრამ ხო, და პლუს მინუს, ხო, ესე უნდა ვთქვათ. 1430 ვთქვი, 1430 დღის განმავლობაში, მაგრამ 1430 შეცდომა თუ აქვს დაშვებული, მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი შეცდომა რასაკვირველია იყო ავღანეთიდან ამერიკელების გამოსვლა, მოდი ვიტყვი თქვენ ეს ნებართვით სამარცხვინო ბევრ
ბევრ საშინელებას დაუდო საფუძველი ამ ყველაფერმა რუსეთმა სხვა თუ არაფერი ჩათვალა რომ აქეთა რეგიონის ერთ-ერთი ბატონ პატრონია და ამერიკას სულაც არ შეუძლია დემოკრატიის ექსპორტი, ამერიკას სულაც არ შეუძლია საკუთარი ინტერესების ექსპორტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით სრული ანტიპოდია ან მინდა რომ იყოს პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტი ბაიდენისა. ძალის მეშვეობით მშვიდობის გზის პოლიტიკის ესე იგი დამღუპველი იქნებოდა როგორც ბაიდენის მიერ ავღანეთის მიტოვება იყო დამღუპვე კატასტროფული. ძალის მეშვეობით მშვიდობის გზით პოლიტიკის მემკვიდრეობისათვის დიახ ძალა უნდა აჩვენო თუ გინდა რომ მიაღწიო მშვიდობას და აი ეს გეგმა რომელიც არ გავა, ეს გეგმა თუ გავიდა, მაგრამ კვლავ ვიმეორებ არ გავა, იმიტომ რომ ევროპელთა წინააღმდეგობა არის. პრეზიდენტი ზელენსკი არ აწერს ხელს, პრეზიდენტ ზელენსკი თავის მხრივ უაღრესად რთულ მდგომარეობაშია, მეთქი აკითხავთ, მაგრამ ჯარი არ მისცემს ამ შეცდომის დაშვების უფლება შესაძლებლობას და არჩი სამუდამოდ ამასაც კი ეტყვიან, რამე რომ იყოს ოღონდაც კი ამ კაპიტულანტურ ხელშეკრულებას არ მოაწერო ხელიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, აქ ყველაფერი გასაგებია და გასაგებია პრინციპში რაც ხდება. არის ორი ჯგუფი, მე მაინც JD Vance ამ ვიტკოფის ჯგუფის მთავარად მივიჩნევდი, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, JD Vance-ის ჯგუფი გუგლებავთ ასე მეტი ან დაუყოვნებლივ მშვიდობის ნებისმიერ ფასად მშვიდობის დამყარების მსურველთა ჯგუფი ვიტკოფის თავკაცობით ან JD Vance-ის თავკაცობით და შედარებით რეალისტი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ახლა უცნაურეს წინადადებას წარმოთქვამ, ორივე ჯგუფი ემზადება გაგიკვირდებათ და არაიმდენად უკრაინის გამარჯვებისათვის ან უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტისათვის, რამდენადაც აქ მრავალწელწადი უნდა დავსვა, ემზადება 2028 წლის ნოემბრისათვის. 28 წლის ნოემბრისათვის ვინ იქნება რესპუბლიკელთა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, თუ პრეზიდენტი ტრამპი აღარ იყარის კენჭს, გვარიანად ასაკში შესული კაცი, მემკვიდრეობა ასრო დატოვებს, ტრამპიზმს რო დატოვებს როგორც ასეც, ვინ იქნება მისი მემკვიდრე, თავად პრეზიდენტი ტრამპი ვიზზე შეაჩერებს არჩევანს ყურადღებას და აი ამ ჯგუფის, კვლავ ვიმეორებ ამ ჯგუფის, ვინის ის და იქნება ლიდერიც არის პირი, რომელიც ბევრს უძლებს, მეთქი ასე ვიტყვი, ბევრ სიგიშეს უძლებს, უშუალოდ თეთრი სახლის ან შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში, დღევანდელ ადმინისტრაციაში და მისი მოთმინება ალბათ, არ ვიცი, მეორე ადგილზეა, ხო? ალბათ მსოფლიოში ზელენსკის მოთმინების შემდეგ ზელენსკის ერთ-ორჯერ ბჭყალებში ალბათ მაინც ანუ ბჭყალებოთ მოუვიდა შეცდომა როცა აიჭრა და ეს კაცი ვისაც ახლა დავასახელებ არ აჭრილა ამ ხნის განმავლობაში 23 წუთი მიიწურება მალე და უნდა მოვამთავროთ ეს ვიდეო რგოლი რასაკვირველი ეს არის მარკო რუბიო მე ვინ მეკითხება მაგრამ მე ვიფიქრებდი კი არა ვისურვებდი რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფინალურ ეტაპზე რესპუბლიკელებიდან გავიდეს ორი კანდიდატი არა JD Vance სხვათა შორის არამედ სწორედაც რომ მარკო რუბიო და ნიკი ჰეილი მეთქი აი ამ ორის მომხრე ვარ დემოკრატები ნაკლებად მაინტერესებს ამ შემთხვევაში გულახდილად გეტყვით ხო და მარკო რუბიოს უნდა ვენდოთ უფრო მარკო რუბიოს და არა ვითკობს მარკო რუბიოს და არა თვით JD Vance მარკო რუბიოს და არა სხვას და ეს მარკო რუბიო ყველაზე აწონილია ჩემი მოსაზრებით და ეს მარკო რუბიო იქნება რომელიც ვინც გადაათქმევინებს პრეზიდენტ ტრამპს ჩემი აზრით და დაახევინებს უკან და იქნება და კვლევინებს კიდეც პოლიტიკურად ტრამპს ახასიათებს ამ ვიღაცების დაკლა პოლიტიკურად წინა პრეზიდენტობის 45 პრეზიდენტი როცა იყო ანუ პირველი პრეზიდენტობის დროსაც ვინ არ შესცირა სახელმწიფო მდივანი გვარი არ მახსოვს ისიც კი განთავისუფლა და მერე დანიშნა პომპეო ის ბიზნესმენი კაცი ყავდა ერთი გვარი რო გავიხსენებ ერთი სახელმწიფო მდივანი მოკლედ ვინ არ შესცირა და ვის არ დაარტყა და ვის წინააღმდეგ არ წავიდა და სხვა თუ არაფერი ბოლტონი არის მის მეორე მტერი მისი ბაიდენის შემდეგ ხო მოკლედ მარკო რუბიო იქნება ვინც გადამწყვეტ სიტყვის აი რას ამბობს ხსენებული რუბიო ეს გეგმაო არ არის საბოლოო ეს არის მხოლოდ დრაფტი ნახეთ უკრაინელები თუ არ მიიღებენ ამ გეგმას ეს დრაფტად დარჩება უკრაინელები თუ შეიტანენ შესწორებას და მერე მოსკოვი არ მიიღებს წინადადებას ეს დრაფტად დარჩება მოკლედ ეს არის დრაფტი არ პროექტი მოფერი
ავიც რას გებავთ ის დავარქვათ პროპოუზალი ხო ეს არის დრაფტი დამშვიდდით დაწყნარდით ეს არის დრაფტი დრაფტია იმეორებ მეშვიდეთ მარკო რუბიო მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარე მძიმე ნაბიჯები უნდა გადადგას ხო ეს მძიმეა ჩვენთვის უკრაინელებისთვის მით უფრო რომ ჩვენც უნდა გადავდგათ მძიმე ნაბიჯები და ვერაფერი ნუგეშია ის რომ რუსებსაც მოუწევთ მძიმე ნაბიჯების გადადგმა გააჩნია მძიმე ნაბიჯების ხარისხს მძიმე ნაბიჯების რაღაც მძიმე ნაბიჯების ხარისხსა და შინაარს როგორი მძიმე ნაბიჯები უნდა გადადგან მხარეებმა შეერთებული შტატები ვერ დაუჭერს მხარს შეთანხმებას რომელიც უკრაინას დაუცველს დატოვებს ჯეი ვენსი ამბობს რომ ეს იცავს უკრაინასო მაგრამ უკრაინელებმა გაცილებით უკეთ იციან რა იცავს უკრაინას აქედან გამომდინარე რუბიოს ეს მოსაზრება დაფუძნებულია სწორედ იმაზე რომ თუ უკრაინელები არ იღებენ ამ შეთანხმებას ხო ესე იგი მიიჩნევენ რომ დაუცველს დატოვებს უკრაინას ეს და ჯეი ვენსი იქნება თუ ვიტკოფი ვერ უკარდახებენ ვერავის და მათ შორის უკრაინას პირველ ყოვლისა. გეგმა იმუშავებს მხოლოდ მაშინ, თუ მას უკრაინა და ევროპელი პარტნიორები დაეთანხმებიან. საინტერესო კომპონენტია ევროპელი პარტნიორები, აქ იგითხარით, რომ ევროპა ამ შეთანხმებაში მეორე ხარისხოვანი ფიგურანტი არ არის, მან სულ მინიმუმ 100 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხაროს და რატო უნდა გადაიხაროს? 100 მილიარდი დოლარი რაღაცაში, როცა ის რაღაცა მის უსაფრთხოებას სულაც არ უზრუნველყოფს. ამიტომ კი ხელმომწერი უკრაინისა უკაცრავად ევროპა არ არის, მაგრამ ასე ევროპის გარეშე ევროპის ბიუჯეტიდან რაღაცა წავიდეს რუსული აქტივებიდან. ხო, 100 მილიარდი, 200 მილიარდიდან 100 მილიარდი, ეგრესად არის სტივ ვიტკოფ შენ რომ ევროპა გაყაო. ასე უნდა ვთქვა. წაიღებენ ახლა ამას ტროლ საიტები და ქართულ-გარიანი რუსები, სალახანები და არამზადები ქართულ სივრცეში ესოდენ მომრავლებულები და არა მხოლოდ ტროლ საიტები. მიზანი უნდა იყოს სტაბილური, რეალისტური და სამართლიანი მშვიდობა, არა კაპიტულაცია. მე არ ვამბობ ამას, შალვა პაპუაშვილს მიმართავ ამას, ამბობს მარკო რუბიო, რომელიც მე მგონია მაინც რომ დააყირავებს სტივ ვიტკოფს. უკრაინის ხო, ან რუბიო პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ამბობს ყველა პასუხისმგებლიანი პირი, ყველა პასუხისმგებლიანი და შორს მჭვრეტელი პირი, ვინც ამბობს რომ ახლა ქაღალდი მშვიდობისთვის, ქაღალდისთვის ეს მიუტანეთ კირილ დიმიტრიევს საპირფარეშოში. ხო, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რეალური მშვიდობა უნდა დამყარდეს და მე გეტყვით, რომ რეალური მშვიდობა ვაგლახ რომ ჯერ ვერ დამყარდება. უკრაინა ცხადია დაინტერესებული, იმიტომ რომ უკრაინას გაარიანად უჭირს მე შემომიტიეს ერთმა ახლობლებმა კი არა, გულშემატკივრებმა, უკრაინას არ უჭირს ბატონი რაკლი ყველა ომობს, გასაგებია თბილისთან ასე ჩანს და რა რომანტიკულია, უკრაინას უჭირს ხალხს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას უჭირს ისე, რომ ის აუცილებლად დამარცხდება, ის არ დამარცხდება. მეცაც გეტყვი, ის უკვე არ არის დამარცხებული, ის უკვე გამარჯვებულია. ამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ეხა ბოტებმა თუ რუსებმა, ქართულ გვარიანებმა. გამარჯვებულია რა საკვირველი. ამდენიც არ უნდა ილაპარაკოს პაპუაშვილმა ჩვენს ომში გვითხრებდნენ, აგე მიგვატოვებდნენ, არ მიგვატოვებდა, არავის არ მიუტოვებია უკრაინა. და ეს რუსული მესიჯები გაუვრცელე დიტოვია სამხარაძეს შალვაია რუსო. ხო და მივედით თავარ სათქმელამდე უკრაინა სთან დაკავშირებით ეს შეთანხმება არ შედგება და ზელენსკი არ იტყვის უარს უკრაინის ნაციონალურ ინტერესებზე, ღირსებაზე, უკრაინის მომავალზე, უკრაინის თავისუფლებაზე, უკრაინის სახელმწიფოზე, როგორც ასეთზე. გავეშდება თუ არა რუსეთი, გავეშდება. კი ჰგონია ჯეი ვენს რომ უმეც და მეც წაიღებს რუსეთი შეაკლავს რა მის სალდატებს მეც და მეც დონბასის ტერიტორიაზე ასე მაგალითად უკრაინას, მაგრამ ვერც წაიღებს ჩვენში რო დარჩეს. კი, მიაღწევს გარკვეულ წარმატებულებს, პატარა სურვილუკებს და იქმაყოფილებს. ერთი ამდგარი კაცი, ფეხზე ამდგარი კაცი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ასე იოლადაც ვერ დამთავრდება. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სანამ რუსეთი არ ჩაცხრება როგორც იმპერია და ამ პროცესში ვართ ჩვენ, მიუხედავად 7000 გამოწვევისა,
სანამ არ ჩაცხრება რუსეთი როგორც იმპერია, მანამდე ეს ომიც კი არ დამთავრდება, შეიძლება ხათ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა იყოს, მაგრამ სამთვეში განახლდეს ეს ყველაფერი რუსეთის ჩაცხრობა გარკვეული ალბათობით დაიწყება პუტინის დაბრედვის შემდეგ და ესეც 900 იქით აღარ არის ეს, იმიტომ კი არა რომ მაინც და მაინც ხვალკდება და ორეული აგძელებს ხო მას. ხო მართვას რუსეთის არ არასაკვირველია, მაგრამ რუსეთის ლიდერი ადრე თუ გვიან კვდება და რაც მეტი დღე გადის, მით მალე კვდება, ასე ვიტყვი. ეს ერთ-ერთი ვერსიით, თუმცა შეიძლება მის ნაცვლად სხვა იმპერიალისტი მოვიდეს, გააჩნია როგორი რეალობა იქნება მსოფლიოში იმხანად შექმნილი. უკრაინას აქვს პოტენციალი ევროპელთა დახმარებით, თუნდაც იომოს კიდევ 2-3 წელიწადი და 2-3 წელიწადში ესე დააფეთქებული რუსეთი, ვინც ის და გაცილებით სუსტი იქნება ვიდრე დღესა და დღეს ის ძალიან დასუსტებული. ჩვენი ხსნაც ეს არის, გავბრძოლოთ რაღაც პერიოდამდე არ გადავდგათ მკვეთრი ნაბიჯები, არ გადავადგმევინოთ დე-ფაქტო ხელისუფლებას მკვეთრი ნაბიჯები რუსეთისაკენ და თუ მოვერევით მას ამასობაში, ხო უნდა მოვერიოთ ცხადია და გადაზღვეულნი ვიყოთ, რომ ახალი კოალიციური მთავრობა ამ მკვეთრ ნაბიჯებს რუსეთისკენ არ გადადგავს, კი არა ვერ გადადგავს და თუ გადადგავს და ხელები მოემტრევა ზირში, როგორც მოემტრევა ზირში ყველას, მათ შორის ბიზინა ივანიშვილს და მოემტრევა. რასაკვირველია. დიახ, ასე უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ნახოთ დანარჩენი როგორ განვითარდება მოვლენები, მე მგონია, ესეც არის ალბათ თავარი საკითხი, მე მგონია რომ ამ ყველაფერს ვიტკოფი შეეწირება და მე მგონია რომ ჩვენ ვნახავთ ასე, მოდი ვიტყვი ასე, ცოტაზე მეტად გამოსწორებულ პრეზიდენტ ტრამპს. ნახვამთ ის. გამოსწორებულს კი არა, შეცვლილს, აი, ხვალზე ორშაბათს, სამშაბათს, მე მგონი რომ ტრამპი იმ ჰიპოსტასს დაუბრუნდება, რომელიც მას ხანდახან აქვს ხოლმე საკუთარივესგან არა. ნახვამდის კირილ დიმიტრიევი მომიკითხეთ რუსების მოყვარულებო და კიდევ პაპუაშვილი დიმიტრიევის ბაკაცია როგორც ვიცი. ურთიერთობები აქვთ. და კიდევ მედვედევი და ლოთი მედვედევი და მისი პუტინი. მისი რატომ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ოდესმე.